რომელმაც აირჩია ევროპული გზა, არ უნდა კარგოს დიდი დრო ისეთ ინციდენტებზე, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ და ამ საუბარს ბოლო შეიძლება არ უჩანდეს, თუ დროული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ხელისუფლების მიერ. გულისხმობ თემას მთავარი პროკურორის ირგვლივ დატრიალებულ ესე იგი ბორბალს, რასაც მარტო იგი რასაკვირველია ვერ გაართმევს თავს. საუბარი იმაზე, რომ მორალური კატეგორიები და კანონმდებლობა სხვადასხვა რეალობისკენ გვიბიძგებს, მე მგონი მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა და სხვა არაფერი და ყოველივე ეს რასაკვირველია არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ინტერესების ნაწილი. ჩვენ გვახსოვს, როგორ ყისიერად მიიღო გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გამორჩეულმა პროფესიონალმა და ერთადერთმა გამოცდილმა მინისტრმა მინისტრობის გამოცდილებაზე ვსაუბრობ. და იგი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად მისთვის არც ბრალი წაუყენებია ვინმეს და არც რაიმე უღირსი ამოუქეკავს მის ბიოგრაფიაში. საკითხი აღარ გახდა ხანგრძლივი მსჯელობის საგანი და მივდივართ ნელ-ნელა ჩემის აზრით იმ შედეგისკენ, რაც უნდა დროზე განეჭვრიტა ხელისუფლებას და არ უნდა ყოფილიყო ატეხილი ამხელა განგაში ჩეხური ტრაქტორების ირგვლივ. ამჯერად უკვე პიროვნულ საკითხებს უკავშირდება ესა თუ ის მოსაზრება და ძალაუნებურად იმდენი ვერსიაა წარმოშობილი, რომ ამ ვერსიების მთავარი გმირი, ბატონი მთავარი პროკურორი, უპირველეს ყოვლისა ალბათ უნდა ფიქრობდეს, როგორ განერიდოს ამ სიტუაციას და შემოინახოს საკუთარი თავი პერსპექტივის მქონე პროფესიონალად. ამისათვის, ჩემის აზრით, უპრიანი იქნებოდა, რომ მას თავად მიეღო გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეჩერების ან გადადგომის თაობაზე. სიტუაცია დამშვიდდებოდა, არ იქნებოდა აუცილებელი სულ ახალ-ახალი მითქმა-მოთქმის გავრცელება და რაც მეტხანს შეეცდება იგი არ შეელიოს საკუთარ სავარძელს, მით უფრო აზვირთდება ბრალდებებიც და ჭორმართალს კაცი ვეღარ გაარჩევს. იქნება საუბარი არა მხოლოდ გერმანიაზე, იქნება საუბარი ვისაც რაზე მოესურვება იმ თემაზე. ვინ მოუნათლა მას შვილი, კურნალობდა თუ არა ბიშკეკში, იყო თუ არა თბილისშიც ნასამართლები, უახერხა თუ არა უმაღლესი განათლების მიღება და უამრავი სხვა. ამიტომ, როცა ასეთი საკითხი დგას, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფოს ინტერესებზე. ქართულ სახელმწიფოს ნამდვილად ცაიტნოტი უდგას წინ, რადგან სულ რაღაც 7-8 თვეში მან უნდა გაიაროს გზა ბრიუსელისაკენ მიმავალი და დაარწმუნოს ევროპა, რომ იგი შეძლებს იყოს ღირსეული ნაწილი მისი. ჩვენ კი უკვე კარგახანია ვარჩევთ იმ საკითხს, რატომ დააპატიმრა დღევანდელმა მთავარმა პროკურორმა 23 მოხელე მერიის სისტემისა მაინდამაინც რასმუსენის ყოფნისას საქართველოში. ვსჯელობთ იმაზე, როგორ მოახერხა იგივე ადამიანმა განერისხებინა ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა, როდესაც ვერტფრენებით დაესხა თავს ჯავახეთში ერთ-ერთ მინარეთს და
არაპრეცედენტული ხასიათის ქმედება ჰქონდა ადგილი. ასევე კითხვა გაუცემელია პასუხი პატიმარმა მერაბიშვილმა მოახვია მას თავზე აუცილებლობა მისი ციხიდან გაყვანისა, თუ თვითონ პროკურორის ინიციატივა იყო ასეთი პაემანი. თუ ასეთი ფაქტი საერთოდ თითიდან არის გამოწვეული და იგი არ არსებობს, მაშინ ამაზეც უნდა ყოფილიყო გასაკვირველია დამაჯერებელი კომენტარები. ფაქტი ერთია. ჩემს მიერ ჩამოთვლილი 3 ეპიზოდიდან 3-ვე წყალს ასხამს ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე. არის ეს შემთხვევითობა, თუ რაიმე შეგნებული პოზიციის გაჟღერება, ამას მომავალი მიჩვენებს, არსებობს საიდუმლოებები, რომელთა შენახვის ვადა ძალიან მცირეა და რაც უფრო მრავლდება ასეთი საიდუმლო, მით უფრო მცირდება დრო მათი გამჟღავნებისა. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, თუ ნაციონალური მოძრაობა თავად გაიყოფა საკუთარი აზრით იმის გამო, უნდა მომხდარიყო თუ არა ილუსტრირება თავარი პროკურორის დღეს და ეხლა. თუ შეძლებდნენ ისინი უფრო მეტი სარგებლის მიღებას, თუ იგი დარჩებოდა თავის თანამდებობაზე. ასეა თუ ისე, პირადად არ მქონია შეხვედრა და არ მაქვს პატივი ვიცნობდე ბატონ ფარცხალაძეს, მაგრამ ელემენტარული რჩევა ჩემი იქნებოდა ის, რომ ნუ გახდის საკუთარ თავს ზედმეტი მსჯელობის საგნად და რაც შეიძლება დროულად და ღირსეულად დატოვოს მან ეს თანამდებობა, რითაც დაიბრუნებს საზოგადოების ნაწილის სიმპათიებს. სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ გვექნება კიდევ უფრო მეტი სპეკულაციები ამ თემაზე, რაც დააზარელებს მთლიანად ჩვენს ქვეყანას. ნაციონალური მოძრაობა ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც რაიმე სერიოზულ თანამდებობას არ არის ანდობდა, თუ მასზე კომპრომატი არ გააჩნდა. 2008 წლამდე მინისტრ მერაბიშვილის ქვეშემრდომი, რომელიც თურმე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ვთქვათ, ამ შემთხვევაში ორივე ჩემს მიერ დასახელებული მხოლოდ ანგელოზების რეჟიმში მუშაობდნენ. მაგრამ იმავე პერიოდში შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა ან მთლიანად საგადასახადო საქმეები და იქაურ ფუფულის მაკონტროლებლად მომუშავე ადამიანი გარკვეული ვალდებულებების მატარებელია მათ მისი დამნიშვნელისთვის და ასეთი ნდობა თუ მოიპოვა ბუნებრივად მან ნაციონალური მოძრაობის, ამ დღეში დღეს ის არ უნდა ჩავარდნილიყო. უკეთესი იქნებოდა, რომ თავარ პროკურორს არ ჰქონოდა мотивация იმისა, რომ თავრობის თავმჯდომარეს მიეთითებინა მისთვის ესა თუ ის გადაწყვეტილება. ზრდასრული ადამიანია, გამოცდილი, არც თუ უთავგადასავლო ბიოგრაფიის ადამიანია და მან გასაკვირველია, ქვეყნისთვისაც უკეთესია, რომ დამოუკიდებლად მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და არა ვინმეს კარნახიდან იძულებით. ამიტომ მე საუბრობ ცხადია, არა რაიმე ულტიმატუმის ფორმით, არამედ ჩემის აზრით
ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანი, ჩემი ახლობელი რომ ყოფილიყო, აი ასეთ რჩევას მივცემდი, რასაც დღეს ვაშკერებ. ახლა რამოდენიმე დღით ადრე ვფლობდი მე ამ ინფორმაციას, მაგრამ მის სარწმუნოებაში ცხადია ეჭვმეპარებოდა. დღესაც ესე იგი თლად სიზუსტე ჩემთვის ცხადი არ არის ამ სიტუაციის და არც ღირს მე მგონი მაინც ჩასაკირკიტებლად ძალიან ბევრი საქმე აქვს საქართველოს, ძალიან ბევრი. იმისთვის რომ ესე იგი დიდხანს ვატრიალოთ ეს თემა ჩვენს ტელეეკრანებზე. უკაცრავად ქვეყანაში პოლიტიკას მთავარი პროკურორი არ აყალიბებს. მე ვიტყოდი რომ ამოქმედდა თეზა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება სწორედ ის გახლდათ, რომ მთელი 1 წლის განმავლობაში არ დამდგარა საკითხი პასუხისმგებლობისა იმ ნაციონალური მოძრაობის თანამდებობის პირთა მიმართ, რომელთაც ბევრი პრეტენზიის მოსმენა უწევდათ მოსახლეობისგან ადრეც და ეს ვითარება ჯერაც არ შეცვლილა. ეხლა საუბრობთ შერჩევით სამართალზე და ვისმენთ ამას ევროპიდანაც, რომ არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი. ეხლა როდესაც ევროკავშირის ელჩი მერაბიშვილის განცხადების დასრულებისთანავე მყისიერად გამოდის და შეახსენებს ქვეყანას, რომ არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი ქვეყანაში. ვერ გეტყვით, რომ ეს მისი დიპლომატიური ნიჭის მიმანიშნებელი იყოს, ასეთი ნაჩქარების საუბარი, მაგრამ ვინ უბიძგებს საქართველოს ხელისუფლებას შერჩევითი სამართლისათვის? სამართლისკენ. აბა იქნებ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, რომლებიც ძალიან წუხან, რომ აქ პოლიტიკური დევნა არ იყოს, დაგვისახელონ სხვა პატიმრის გვარები, რომელთაც კამერაში აქვთ ტელევიზორი, კომპიუტერი და მოძღვრავენ Facebook-იდან მოსახლეობას. თუ ასეთებს ვერ მოიძიებენ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ სწორედ აი ეს ვაი ევროპელები ეწევიან საქართველოში შერჩევითი სამართლის დამკვიდრებას. ძალიან დიდი მონდომების მიუხედავად ვერც ერთი აქტიური წევრი ნაციონალური მოძრაობისა ვერ საუბრობს იმ თემაზე, რასაც ბრალდებად უყენებს პროკურატურა ბატონ უგულავას. მის მიერ თანხების განკარგვის, როგორც ჩანს, არც თუ კანონიერი გზა არ უარყვია არც ერთ პოლიტიკოს ნაციონალური მოძრაობისა. მათ პრეტენზიები აქვს პროკურორთან, მათ პრეტენზიები აქვს მოსამართლესთან, მათ პრეტენზიები აქვს დროსთან, რომელ საათზე წარმოიშვა ესა თუ ის განარჩენი. მაგრამ შინაარსობრივად მე არ მომისმენია ვინმესგან რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მერიას არ გადაუხარჯავს თანხები, რომ მერიას არ გაუფლანგავს თანხები და ამ თემაზე რატომღაც არ საუბრობენ. თუმცა უნდა ვაღიაროთ ისეთი ჩამოყალიბებული
პოზიცია თავად ბატონი უგულავასი, რომელიც აგერ 4 შაბათს საღამოს პრაქტიკულად პოლიტიკური რეკლამის რეჟიმში ტელეკომპანია მაესტროდან საკმაოდ კარგი ინდივიდუალური შოუ შესთავაზა მაყურებელს და მე მგონი ჟურნალისტი დაარწმუნა თავის უმანკოებაში საკუთარი ენერგიულობით. კი ბატონო, ყველამ ისაუბროს იქ, სადაც მიიწვევენ, ოღონდ თუ ჟურნალისტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ იყოს ოპონირების რეჟიმში თავის სტუმართან, უკეთესია, რომ ასეთ პოლიტიკურ რეკლამას ზედეწეროს ფასიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე გარკვეულ მიკერძოებებზე შეიძლება ვისაუბროთ. დღეს ჩვენ ვიმკით იმას, რასაც თავის დროზე არ აღუდგა საზოგადოება. დასაკვირველია, ეს პროცესები, რაც დღეს ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, 7-8 თვის წინ მაინც უნდა ყოფილიყო დასრულებული. ხოლო თავად ბატონ უგულავას, როგორც ჩანს, სახელმწიფო სამსახურში მოსვლისთანავე ჩაუნერგეს მისი შეუცვლელობის მითი და შემთხვევით არ იყო, რომ მან საკუთარი საქმიანობა 2004 წელს უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, მაშინ უშიშროების მინისტრი გახლდათ ბატონი მერაბიშვილი. სწორედ ასეთი უკანონო ნაბიჯებით დაიწყო. გულისხმობ ფაქტს, როდესაც მან ფეხბურთელ რატი ალექსიძის კუთვნილი ჯიპი გამოიტანეს, ესე იგი, სადგომიდან და გაიფორმეს როგორც სამსახურებრივი მანქანა უშიშროების მინისტრის მოადგილის. მაშინათვე ეს იყო გაზაფხული 2004 წლის, დაიწყო მერაბიშვილის უწყებამ სასამართლოს ჩანაცვლება და საკუთრების ფლობელის, ანუ მესაკუთრის ცვლილება. წაართვეს ერთს, გადაიფორმეს თავისთვის. 2004 წელს, რომ ყოფილიყო საზოგადოება აქტიური და მიმხვდარიყო, რა შედეგებამდე შეიძლებოდა ამას მიგვეყვანეთ, დასაკვირველია, თავად ბატონი გიგიც არ იქნებოდა დღეს ამ დღეში. და ვეცადე მე, მაგრამ არ გამომივიდა, ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ ბატონ გიგისთან მე-9 არხის პირდაპირ ეთერში 2004 წლის აპრილში. მაგრამ ყველაც თავისი გზა აქვს. ეს მისი არჩევანია, მას აქვს დასაკვირველია უფლება ჰქონდეს პრეტენზიები გამოძიების ამა თუ იმ დეტალის მიმართ, მაგრამ როდესაც იზრდება თანხა, რომელსაც მას ედავებიან, როგორც არამიზნობრივად გახარჯულს, ცხადია, უფრო მეტი დამაჯერებლობა უნდა მისი დამცველების და მისი თანამებრძოლების მხრიდან, რომ ჩვენც დავიჯეროთ მისი უმანკოება. ჯერჯერობით ეს გვიჭირს.